სულ მალე Netflix-ის პოპულარული სერიალის Wednesday-ის მეორე სეზონი გამოდის, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება არა მხოლოდ ახალი თაობა, არამედ ყველა, ვინც ადამიანების საოცრად უცნაურ სამყაროში ოდესღაც მოგზაურობდა. თუმცა სანამ ახალი სეზონის პრემიერას ვიხილავთ, მოდი ცოტა ხნით წარსულში გადავინაცვლოთ და თვალი გადაავლოთ იმას, თუ საიდან დაიწყო ეს საკულტო ისტორია. თავდაპირველად ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი სერიალის მიმართ, განსაკუთრებით მილენიალები, რადგან ყველას ახსოვდა და უყვარდა ადამიანების ოჯახის ორიგინალი ფილმები. თუმცა Wednesday-მ თავიდანვე შეძლო ორიგინალთან დისტანცირება და ამითი მაყურებლისთვის სრულიად ახალი პერსპექტივა შექმნა. სერიალის ავტორებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისტორია უშუალოდ Wednesday ადამიანის პერსონაჟზე იქნებოდა ორიენტირებული და არა ადამიანების ოჯახზე მთლიანად. ამავდროულად მათ შეინარჩუნეს ის განსაკუთრებული ვიზუალური სტილი და ატმოსფერო, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანების ოჯახის სავიზიტო ბარათად იქცა. ახალი ადაპტაციის პოპულარობამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Wednesday-ის პერსონაჟმა ძალიან მოკლე დროში მოახერხა მსოფლიო მასშტაბით პოპულარობის მოპოვება და ჰელოვინის ყველაზე ტრენდულ კოსტიუმადაც კი იქცა. რამდენიმე წლის შემდეგაც კი შევხვდებით Wednesday-ის სტილში გამოწყობილ ადამიანებს, მისი კაბებით, ვარცხნილობით და რასაკვირველია ცნობილი ცეკვით, რომელიც მართალია სერიალში სულ სხვა მუსიკაზე სრულდება, თუმცა TikTok-ზე ვირუსული გახდა და ყველამ ზეპირად დაიმახსოვრა. და მაინც სად და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან მოდის იდეა ადამიანების საოცრად უცნაური ოჯახისა და რაც თავარია თვითონ Wednesday-ის პერსონაჟის. მოდით სწორედ ამ კითხვებზე ვიპოვოთ პასუხი. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ეს თქვენთვის 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი мотиваცია, რომ მომავალშიც გავაგრძელო მსგავსი ტიპის კონტენტი. ეხლა კი დავიწყოთ. ადამიანების ოჯახი დაიბადა ამერიკელი მხატვარ-ანიმატორის ჩარლზ ადამსის ფანტაზიაში. 1938 წლიდან მან დაიწყო შავი იუმორით სავსე გოთიკური სტილის ნახატების გამოქვეყნება ნიუ-იორკერის ჟურნალში. მისი პერსონაჟები თავიდანვე უცნაური, სარკასტული და განსხვავებულები იყვნენ. გომეზ ადამსი თავად ჩარლზზე იყო დაფუძნებული. მორტიცია კი მის პირველ მეუღლეზე. ადამსის შემოქმედება ამერიკული ოჯახის ცხოვრების ერთგვარი სატირა იყო და სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომელზეც მოგვიანებით მთელი ფრანშიზა აიგო. ადამიანების ოჯახის უნიკალური სამყარო პირველად ეკრანებზე 1964 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ სერიალმა ჩამოაყალიბა ის კანონიკური ფორმა, ვიზუალური სტილი და პერსონაჟების ხასიათები, რომლებსაც დღეს უკვე კლასიკად აღვიქვამთ. 1964 წლის ტელესერიალში მაყურებლებმა გაიცნო ოჯახის წევრები, რომლებიც დღემდე უცვლელად დარჩნენ. გომეზი, მორტიცია, შვილები Wednesday და პაქსლი, რომლებსაც მოგვიანებით მესამე შვილიც პიუბერტი შეუერთდა, მათი ერთგული მსახური ლურჩი, უცნაური და ყველასთვის საყვარელი ხელი, ბიძია ფესტერი და ბებია. სწორედ ამ ადაპტაციაში დამკვიდრდა მათი ვიზუალური სახეები, რომლებიც არც მომდევნო ადაპტაციაში შეცვლილა. მორტიციას ელეგანტური გრძელი შავი კაბა, გომესის მკაფიო ულვაშები, აქსლის პატარა მრგვალი მუცელი და რა თქმა უნდა Wednesday-ის ნაცნავები. სერიალის დასრულების შემდეგაც ადამიანების ოჯახის თავგადასავლები არ შეწყვეტილა. ეკრანებზე გამოვიდა 2 ანიმაციური სერიალი და სპეციალურად ჰელოვინის თემაზე გადაღებული ერთი ფილმიც, მაგრამ ნამდვილი დიდი კინოხონისძიება ჯერ კიდევ წინ ელოდა მაყურებელს. 90-იანი წლების დასაწყისში